Განთა, აი მომისმინე მე ვერც ვერაფერს ვერ გეტყვი, არც არაფერი არ ვიცი, არც არაფერი სტატუსი არ მაქვს მონიჭებული და ვერც ვერაფერს ვერ გეტყვი. არ მაქვს არც დაზარალებული სტატუსი და არაფერი და არც არაფერი საქმის მასალებში ის და ნუ მეც ვერც ვერაფერს ვერ გეტყვი, ვერც ახალს, ვერც ძველს, მე თვითონ არაფერი არ ვიცი. გდანის საძმოს წევრმა ხმამაღლა ლაპარაკი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანა დატოვა და აღარ აქვს შიში, რომ მოკლავენ. გიორგი მჭედლიშვილი იგივე პუშკინა ქართული ოცნების მხარდამჭერი უბნის ბიჭების ჯგუფში იყო. ის გლდანის მაკონტროლებლად ირიცხებოდა. ახლა ამტკიცებს, რომ ტერაქტი მოუწყეს და საგურამოში მისი აფეთქება სცადეს. დანარჩენი ახ სამონტყოფოში ვიყავი შეყვანილი ისიც დანარჩენს თუ რაღაც მოიკითხავდა თქვენ გაარკვევთ ყველაფერს. აი ხა ხო გეუბნები, მე თვითონ მკვდარი ვიყავი, ჩამოვედი მკუნალობ. აი ხა იმის იქით მე არც არაფერი ვიცი, არც საქმეებში არ მიმიწვდება ხელი და არაფრის აზე არა ვარ რა. ერთი ორი თვე მან მიმკუნალე და მე წამოვედი, გავაგზავნე მკუნალობა და ახლა ისრაელში ვაპირებ წასვლას იგაგზავნებას მკუნალობისას. მუხიანელი გიორგი მჭედლიშვილი წლების განმავლობაში კანონიერი ქურდის ნოდო გლდანსკის ჯგუფში ირიცხებოდა. მისი სახელი გლდანში არჩევნების დროს ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის საქმეს დაუკავშირდა. პუშკინა იხსენებს, რომ საგურამოში ის ანონიმური შეტყობინების საფუძველზე აღმოჩნდა. ელოდა ამანათს, რომელიც მიტოვებულ ადგილზე უნდა დაეტოვებინათ. თუმცა ამანათის ნაცვლად ადგილზე ასაფეთქებელი დაუდეს. როგორ იყო იცი ჩემი მეყვანა უნდოდა მე იმას მიშებოდა წედრენ და მე არ მივედი ერთხელ არ მივედი ორჯერ არ მიდიოდა ბესო მიდიოდა და უკან მშვენდი რა ვიდა რა მეთქი რაღაცა სუდი ხდება რა ეხლა ვიღაცა მოგზავნილი ჩანს ან პოლიცია ან ის არის ან ის არის საჩვენოთ არ არის რა ვიღაცა რა და მეთქი მე არ წამოვატყო რა და თუ ის არის მეთქი მე იყო შორიდან შეხედეთქო და მივიდა ბესო მოვიდა ერთხელ მოვიდა და ბოლო მესამეთი მეწავედი და ისე აღიხდა მივედი და ანუ მე რომ დამინახეს მე წაათის იმის რა უნდა რა ეს ვითომ და ბარი და მიტყუებდა მე მაგრამ ლოკაციას მე რომ მიგდე და მე არ მივდიოდი ქარფენია მე გაგდებული ვიყავი ახალი შემოშობილი ვიყავი და მეთქი უეჭველი ან პოლიცია ანის და არ მივდიოდი რა საგურამოში პუშკინა მარტო არ ყოფილა. 2024 წლის ნოემბერში საგურამოსკენ კონკრეტული ლოკაციის საფუძველზე წავიდა, რომელიც მობილურ ტელეფონზე გამოუგზავნეს. მჭედლიშვილი ფრთხილობდა, ამიტომ მარტო არ იყო. ადგილზე ის მეგობარ ბესო ლაფაჩთან ერთად ჩავიდა, რომელიც აფეთქებას ვერ გადაურჩა. რომ მივედით და გვახედეს ბომბი რა. ანუ იცნობდით ამ ადამიანებს? თუ შეხვედრას არ ვიცი. და რატო გელაპარაკებოდათ ეს ადამიანები ბატონო გიორგი რა უნდა თქვენ შეხვდეთ და ჩვენს მივედით შეხვდით რა თქვენ და ბატონი ეს და გაისმა პირდაპირ ბრახვანი რა ვერც იმას ვიგებ ვერც ამას ვიგებ ვაფშე რა ხდება დედამიწის ზურგზე აზია რა საცოცხლარი წამოვედი ბადედან კაცი მკვდარია არავინ დაჭერილი არ არის ტერაქტი აქვს შუა იმაში რა ქვია ქვეყანაში მომხდარი და კაციშვილი კურსარი გვერდყავდა. შუადღის 2 საათზე მჭიდროდ დასახლებულ სოფელში აფეთქების დროს გიორგი მჭედლიშვილი მძიმე დაშავდა. ბესო ლაფაჩი ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქება პუშკინას თქმით სავარაუდოდ დისტანციურად განხორციელდა. ისეთ ქუჩაში ხალხმრავლად ისე იქ რაღაცა ბიჟა იყო მოსახლეობა იყო აი ჩვეულებრივად შეიძლებოდა იქავე ბავშვები, სოფლელი ბავშვები და რა ვიცი, თუ გამოყოლოდა ჩვეულებრივად გამომავლელიც მომკვდარი იყო ჩვეულებრივად. просто ვიღაცა ალბათ ჩვეულიდან იყურებოდა და რომ მივედი ისეთი დრო დაიჭირა რომ მათო ჩვეუვიდექი და გამთოი გამლელეთ ერთი წუთის თავი მანქანამ გაიარა იქ ვიღაცები აი ეს კოქშივად აფეთქებულები რა. არის მომხდარი ტერაქტი კაცია მკვდარი 20 დღე მე მკვდარი ვიყავი არც დაზარალებული სისა გვაქვს მონიჭებული არც საქმეში გვახედებენ არც ის და არის ესე გაყინული რა. მჭედლიშვილი ყვება, რომ აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმე დაშავდა, თავიდანვე განიხილებოდა როგორც ტერაქტი. 2 დღე ექსპერტ-კრიმინალისტები საგურამოში ეძებდნენ ხელყუმბარას. ამ მძიმე ფაქტების მიუხედავად გამოძიება პოლიციამ 116 მუხლით დაიწყო. ფუტიჩი რაღაცა. რომ მივედით, დენტისუნი გაუშვა, უნდა სანამ აი წამებში მოხდა რა, სანამ აი მეთქი არ გვაფეთქეს ერთი მაგის თქმა მოვასწარი, რომ დენტისუნი აი გინა თოფი გაისოლე, გინა სახალხო მაშხალა გაისოლე, ყველაფერს ერთი სუნი დამწეს დენტისუნი. უნდა მისუნი ვიგზენი და ერთმანეთს შევხედე და აფეთქე კიდევაც აი წამებში. ამ იმაგიზე მივედით, და შეო რა დაიბრახოთ რა.
პოლიცია 2 წელია ვერ ადგენს, ვინ დადო ასაფეთქებელი საგურამოში. ტერაქტი რომ წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, ამას არაერთი დეტალი მიანიშნებს. ან ექსპერტიზის პასუხებს ვითხოვოთ და არაფერს იძახიან, მე მეუბნები რომ ვინ იყო, მე თუ ვიცი და მე თუ დავიჭირე და მე თუ მივსქენი, რა ქვია, მიუსაჯე, ციხე თქვენ რაღაც მიდიხართ, ხო, ბოლო-ბოლო და ხო ეს იყო, რა ქვია, საგურამო სოფელი იძიებდა, მე გადასცეს სიმღერას, რა ქვია, მცხეთას. რატომ შემოიდო გახმაურებულ ფაქტზე ძიება თაროსე და რატომ არ იძიებენ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაციით? მაშინ, როდესაც აფეთქებიდან ძალიან მალევე, წიწამურში, სახლების ფასადზე მდებარე ვიდეო კამერების გაშიფრვა დაიწყეს. წიწამურში დღისით მზისით 2 წლის წინ, როდესაც მოხდა აფეთქება. პოლიცია მიცა თუ არა ტერაქტის კვალიფიკაცია ამ ფაქტს. შეგიძლიათ მიმართოთ, რა ვიცი. პრესცენტს მიმართეთ. პრესცენტს სამხარაულს, რა ვიცი, არ ვიცი. ხო და ექსპერტიზის პასუხს ითხოვს მხარეები ამ დრომდე არც ეს დაზარალებული სტატუსი არ აქვს და როგორ ხდება ეს? გამოძახებაზე მივიდეთ. გამოძახებაზე მიბრძანდებით ბატონო პოლიცია. ეს საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ახლა სოფელ წიწამურში პატრულირებს, საგურამოს პოლიციიდანაა. სწორედ იმავე განყოფილებიდან, რომელმაც წიწამურის აფეთქების ფაქტზე მოკვლევა 116 მსუბუქი მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სალამი. ვინ აფეთქა პუშკინა, გამოიწიეთ? გამარჯობა. პუშკინა ვინ აფეთქა? დაზარალებული სტატუსი ამ დრომდე რატო არ აქვს ჭედლიშვილს? ვინ იყო აფეთქის მკვლელობის ორგანიზატორი? რა კვალიფიკაცია მიეცით ამ აფეთქებას, რომელიც სინამდვილეში ტერაქტი იყო? ადამიანი ააფეთქეს წიწამურში 20-24-ში. მიმართეთ პრესცენტს. რით ვერ გამოიძიეთ ხო მაგას გეუბნებით პუშკინას აფეთქების საკითხით ხო? ანუ ადამიანი 20 დღე იყო კომაში, ბატონო ჩემ. არა, პასუხისგებლობის გავესაუბრები, მე მერჩევნია. რას ქვია, არავინ არ საქმის გამომძიებელი დაიმალა, თუმცა კითხვები დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ბესო ლაფაჩის ოჯახსაც აქვს. ამ დრომდე ვერ გაარკვიეს, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პოლიციამ ცხელკვალზე, როდესაც გამომძიებლების ხელში მკვლელის გამოსავლენად ყველა მტკიცებულება იყო. სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები გაშიფრულია თუ არა? სკრინები, რომელიც პუშკინას ტელეფონში იყო. უკრაინული ნომრიდან მიმოწერები, ლოკაცია ვინც ჩაუგდო, დადგენილია თუ არა ის პირი, ვინც კავშირზე გავიდა პუშკინასთან. ეგრეთ წოდებული ბარიგა, ვინც კოკაინი დაუდო შემთხვევის ადგილზე. საქმის გამოძიების ინტერესი, რომ ძალოვნებს არ აქვთ, ამას კიდევ ერთი გარემოება მოწმობს. გარდაცვლილის ოჯახს და არც გიორგი მჭედლიშვილს დაზარალებული სტატუსი არ აქვს. პოლიცია რატო არ იძიებს სათანადოდ ამ საქმეს? როდის მეორე წელი გავიდა? მეორე წელი გავიდა, დადგენილია დამნაშავე? ბატონ გიორგის არც დაზარალებული სტატუსი არ აქვს. წიწამურში აფეთქების დროს გარდაცვლილი ბესო ლაფაჩის ოჯახის წევრები კამერებთან ღიად არ საუბრობენ. თუმცა ამ დრომდე არ იციან, ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული. შაბათის ეთერს სიუჟეტზე მუშაობის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ 2024 წელს მომხდარ ფაქტზე ძიება 2026-ში გადაკვალიფიცირდა. საქმეზე ძიება მუწყება 117 და 226 მუხლებით გააგრძელა. ვინ იყო დამკვეთი? უკრაინული ნომრებით რომ ეგზავნებოდა ლოკაციები გიორგის და ბესოს. ეს ადამიანი ნაპოვნია, პოლიციამ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისი? ამ გარემოებების გამო ერთდროს ქართული ოცნების მეგობარმა გლდანის საძმოს წევრმა ქვეყანა დატოვა. გიორგი მჭედლიშვილი ახლა საფრანგეთშია, ოჯახთან ერთად და პირდაპირ ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნების დროს ის არაერთხელ გამოიყენა. შემდეგ კი იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო. თან ერთი წლის გარდებული ვიყავი ქვეყნიდან და ერთი კვირის შემოშვებული ვიყავი არჩევნები იყო კაკას მახსოვს და ერთი კვირით ადრე შემომიშვეს რა. რატო რო დახმარებოდი? დიდი აპატარია და ყველანი შემოყარეს და შემომიშვეს უნდა არჩევნებთან ერთად მეც რა. პუშკინას იგივე გიორგი მჭედლიშვილის ინტერვიუდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება კრიმინალური დაჯგუფების წევრებს წინა საარჩევნოდ ხშირად მიმართავს დახმარების მიზნით. ქვეყნიდან გაძევებული ავტორიტეტების დაბრუნება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პუშკინას თქმით აპრობირებული მეთოდია. უბნებზე, სადაც ოცნებას ყველაზე მეტად უჭირს, კრიმინალები მთავრობის სამაშველო რგოლია.
პუშკინას გვარი ნოდო კლდანსკის ძმასთან და მის გარემოცვასთან ერთად 2023 წელს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის საქმეში ფიგურირებს. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული მასალის გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ პუშკინა ეძგვერაძეზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელიც კადრებში იკვეთება. პირი, რომელიც BMW-ს მართავს გიორგი მჭედლიშვილი იგივე პუშკინაა. ეს ავტომობილი შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ კანონიერი ქურდის ძმას, ლევან შუკაკიძეს ეკუთვნის. პუშკინას ვხედავთ ეძგვერაძის ცემის ეპიზოდის შემდეგ ავტოფარეხთან ხელკეტით შეიარაღებულს. როდესაც შემთხვევის ადგილიდან თავის გადარჩენის მიზნით განრიდებულ ადამიანებს ანგარიშწორების მიზნით მისდევს. ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ პუშკინა ქვეყანას ტოვებს. პოლიციამ დაკავების ნაცვლად ის ქვეყნიდან განარიდა. ამას თავად გიორგი მჭედლიშვილი გვიტასტურებს. 2024-ში მჭედლიშვილი ოცნებას ისევ ჭირდება. მას ქვეყანაში წინასაარჩევნო დაბრუნებს. არჩევნებიდან 10 დღეში კი პუშკინას წიწამურში აფეთქებენ.